7 დღე იზოლატორში ცოტა ხნის წინ სამოქალაქო აქტივისტი იოსებ ჯანდიერს მოსამართლემ ერთკვირიანი პატიმრობა მიუსაჯა. რუსთაველის გამზირზე დაკავებული აქტივისტისთვის პატიმრობის შეფარდებას შინაგან საქმეთა სამინისტრო ითხოვდა. იმის გამო, რომ სამოქალაქო აქტივისტი რამდენჯერმეა დაჯარიმებული, იურისტების მტკიცებით მხოლოდ ჯარიმა არ იქნებოდა საკმარისი. იოსებ ჯანდიერი რუსთაველზე 2 დღის წინ საკუთარი შვილის თანდასწრებით დააკავეს და დაუმორჩილებლობას ედავებიან. მარია მაკასარაშვილი გვერდდება ამ თემით. მოსამართლეს ზვიად ცეკვავას სულ რამდენიმე წუთი დასჭირდა გადაწყვეტილების გამოსაცხადებლად. ის 10 წუთის განმავლობაში იყო სათათბიროდ გასული, 10 წუთის შემდეგ ის სხდომათა დარბაზში დაბრუნდა და იოსებ ჯანდიერი 7 დღიან პატიმრობაში გაუშვა. რამდენიმე წუთის განმავლობაში იურისტებს არ ეძლეოდათ შესაძლებლობა, რომ სასამართლო პროცესზე შესულიყვნენ. პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ იოსებ ჯანდიერს არ ეძლეოდა დაცვის შესაძლებლობა. მისი იურისტი მარიკა არევაძე არის ჩვენთან ერთად. ქალბატონო მარიკა, თავდაპირველად გითხარით, რატომ არ გეძლეოდათ შესაძლებლობა, რომ სასამართლო პროცესზე შესულიყავით და ამის შემდეგ უკვე ვისაუბროთ მტკიცებულებებზე, რომელიც წარმოადგინა შინაგან საქმეთა სამინისტრომ. რის საფუძველზე გაუშვეს 7 დღიან პატიმრობაში სამოქალაქო აქტივისტი? მოგესალმებით პირველ რიგში. აღსანიშნავია, რომ მე დღეს დილიდან მუდმივ კომუნიკაციაზე ვიყავი, როგორც იზოლატორთან, ასევე სასამართლოსთან, იმიტომ რომ დამედგინა თუ როდის მოხდებოდა მისი გადმოყვანა სასამართლოში და როდის მოხდებოდა პროცესის ჩანიშვნა და როგორც კი მე სასამართლომ დამიდასტურა, რომ საქმე იყო შემოსული და ეწერა მოსამართლეს ზვიად ცეკვავას, რა თქმა უნდა, მაშინვე დავიძარი სასამართლოსკენ და იმის მერე მუდმივად ვрекავდი ცეკვავას სამდივნოში, იმიტომ რომ გადამედგინა საათი, მაგრამ მიუხედავად ამხელა ძალისხმევისა, რომ მოვედი, სხდომა იყო დაწყებული და მე დამჭირდა ბრძოლა, რომ დაცვის უფლება იოსკას, ასე ვთქვათ, განეხორციელებინა და ის არ დარჩენილიყო ადვოკატის გარეშე, არ ხდებოდა ჩემი დაშვება პროცესზე. თუმცა გარკვეული ძალისხმევის გაწევის შემდგომ უკვე იძულებული გახდნენ, რომ შევეშვი და ასე ვთქვათ, მოვითხოვე შემდგომ საქმის მასალების გადმოცემა. ეხლა რაც შეეხება უშუალოდ სამართალდარღვევას, აქ აღსანიშნავია, რომ იოსკას დაკავება მოხდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166 და 173 მუხლების საფუძველზე და პოლიცია მას ედავებოდა ერთი უმისამართო ლანძღვაგინებას, ანუ წვრილმახულიგნობას და მეორე პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას. თავად შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან წარმოდგენილი სამხრე კამერების ჩანაწერებით, რომელიც არასრული იყო და არ ასახავდა სრულ მდგომარეობას, ასე ვთქვათ, პოლიციის მხრიდან ეგრეთ წოდებული სამართალდარღვევის დაფიქსირებისა და შემდგომ გაფრთხილებების სრულ დროს აღსანიშნავია, რომ არსად ამ ჩანაწერებში არ ჩანს, რომ იოსკას მხრიდან დაკავებამდე ადგილი ჰქონდა რაიმე ტიპის სამართალდარღვევა 166 მუხლთან, ანუ წვრილმახულიგნობასთან მიმართებით. რაც შეეხება წინააღმდეგობის გაწევას, კადრებში პირდაპირ და უტყუარად ჩანს და დასტურდება, რომ წინააღმდეგობის გაწევა მის მხრიდან ადგილი არ ჰქონია. ამ პირობებში მოხდა მაინც მისი სამართალდარღვევა ცნობა და შეეფარდა 7 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა, საიდანაც 2 დღე უკვე ჩაითვალა. შესაბამისად 5 დღე მოუწევს ამ უსაფუძვლო, ასე ვთქვათ, საქმის ფარგლებში მისი დაკავება, მას გაატაროს იზოლატორში. ძალიან დიდი მადლობა. იოსებ ჯანდიერი რუსთაველის გამზირზე იმ დროს დააკავეს, როდესაც საპროტესტო აქციაზე მის შვილთან ერთად მივიდა. თორნიკე ჯანდიერი არის ჩვენთან ერთად. თორნიკე, გითხარი რა ვითარებაში დააკავეს უშუალოდ მამა თქვენი და ასევე რას უკავშირებთ ამ ყველაფერს? იოსკა ხშირად დადიოდა სასამართლო პროცესებზე, სინდისის პატიმრების ყველა სხდომას ესწრებოდა, ყველა საპროტესტო აქციაზე იყო. რაიმე მოტივი ხომ არ ჰქონდათ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს, რასაც აღნიშნავთ? მის დაკავება შეიძლება დაუკავშიროთ მის აქტივიზმს და ის დააკავეს პარლამენტის პირდაპირ ეზოში, სადაც პოლიციის მანქანა არის დაყენებული. და დაკავების დროს ემთხვევა იმ პერიოდს, როცა აქცია უნდა დაიწყოს. ის სულ დადის მან აქციებზე და პოლიციელმა თქვეს, რომ საერთოდ არ გვინახიაო მანამდე. და ბევრი უზუსტობა იყო პოლიციელების მიცემულ ჩვენებებში. ასევე ბრალდების ხაზი გამოდიოდა უფრო მორალური თვალსაზრისიდან, ვიდრე სამართლებრივისგან და მათი დასაბუთება თუ რატომ უნდა გამოეყენებინათ პატიმრობა ჯარიმის მაგვრად იყო კომიკური, იმიტომ რომ ჩვენ რადგან ვკეტავთ რუსთაველის გზებს, ხოს უჯარიმდებით 5000 ლარით. ქართული ოცნების პრეზიდენტის ყაველაშვილის გამოწვევით კანონით, რომ 5000 უნდა დააჯარიმოთ. და რადგან ეს ჯარიმები აქვს ბევრიო და არ იხდისო, ამიტომ უნდა გამოვიყენოთ პატიმრობაო და ასეთი არაფერი ხელს ჩასაჭრელი არ ქონდა ბრალდების ხარეს, ვიდრე ეს ყარი მორალი. ძალიან დიდი მადლობა.
სულ რამდენიმე წუთის წინ მოსამართლე ზვიად ცეკვამამ 7 დღიან პატიმრობაში გაუშვა სამოქალაქო აქტივისტი იოსებ ჯანდიერი, რომელიც ყოველდღიურად დადიოდა საპროტესტო აქციებზე, ასევე არტოვებდა სინდისის პატიმრების სასამართლოს სხდომებს. ის 2 დღის წინ რუსთაველის გამზირზე დააკავეს და რამდენიმე საათის განმავლობაში ოჯახის წევრებს ძალოვანი უწყების თანამშრომლებმა არ მიაწოდეს ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ სად იყო რუსთაველის გამზირიდან გატაცებული სამოქალაქო აქტივისტი.